ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 70-80 კილომეტრის სიმაღლეზე ატმოსფეროს ის თითქმის ბოლო ნაწილია, რის მერეს კოსმოსი იწყება და რასაც ჩვენი დამცავი შრე, ოზონის შრე ეწოდება. მას მეცნიერული ტექნოლოგიით ოზონოსფეროსაც უწოდებენ და სტრატოსფეროს ფენის 30 კილომეტრს შეადგენს. ოზონის შრე ბევრი რამისგან იცავს დედამიწის ზედაპირზე მცხოვრებთ, განსაკუთრებით კი მზის საშიში სხივებისგან. ახალი კვლევა აჩვენებს, რამდენად კრიტიკულია ოზონის შრე დედამიწის ზედაპირის ტემპერატურისთვის. ოზონის შრის გარეშე ჩვენი პლანეტა 3.5 კელვინით უფრო ცივი იქნებოდა. დედამიწის საერთო საშუალო ტემპერატურის სტაბილიზებასა და დადგომაში მრავალი უკავშირი და იძულებითი მექანიზმია ჩართული. ყველაზე მარტივ სურათში ჩვენ მზისგან რადიაციას ვიღებთ. ამ რადიაციის გარკვეულ ნაწილს ატმოსფეროს ზედა ნაწილი ირეკლავს. დანარჩენი კი ქვემოთ მოდის. მის ნაწილს ჰაერი და მიწა შთანთქავს. დანარჩენ რადიაციას დედამიწის ზედაპირი აირეკლავს. მისი უდიდესი ნაწილი უკან, კოსმოსში გარბის, მაგრამ მის გარკვეულ ნაწილს ხელახლა შთანთქავს ატმოსფერო და წარმოქმნის სათბურის ეფექტს, რაც პლანეტის ზედაპირს ათბობს. ამის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ასეთი სურათი ზედმეტად მარტივია. რეალობაში ჩვენი ტემპერატურა და კლიმატი დამოკიდებულია ყველაფერზე. ატმოსფეროში სხვადასხვა მოლეკულის რაოდენობით დაწყებული, ოკეანისა და ატმოსფეროს ცირკულირების სისტემებით დამთავრებული. იმის მიუხედავად, რომ დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებული ოზონის შრე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზის ულტრაისფერი რადიაციის დასაბლოკად, დედამიწის კლიმატის შემსწავლელ კლიმატურ მოდელთა უმეტესობა ოზონის როლს უგულებელ ყოფდა. თუმცა ახალ კვლევაში მეცნიერებმა ოზონის შრის გავლენა შეისწავლეს. ოზონის შრე დედამიწას ყოველთვის არ ჰქონდა. სიცოცხლის აღმოცენებამდე ჩვენს ატმოსფეროში ოზონი თითქმის არ იყო. ოზონის მინიმალური შრის წარმოსაქმნელად დედამიწას მილიარდობით წელიწადი დასჭირდა. ხოლო შედარებით ბოლო პერიოდში მოხდა მისი სტაბილიზება და იმ სისქის მიღწევა, რაც დღეს აქვს. იმის მიუხედავად, რომ დედამიწის ატმოსფეროში საკმაო ოდენობით არსებული მოლეკულური ჟანგბადი კლიმატში მცირე როლს ასრულებს, ამას ვერ ვიტყვით ოზონზე. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.